მოგესალმებით, აი დღეს პარასკევია 4 საათი და რა თქმა უნდა მისმინოთ და მიყუროთ არაჩვეულებრივი რადიო სივრცის ეთერში 98 და 5, ასევე კახეთში 102 და 3 და ეთერშია ჩემი გადაცემა სილამაზის ალგორითმი. დღეს უნდა ვისაუბრო, აი არ ვიცი, კომპანიაზე, რომლის მომხმარებელი წლებია ვარ და მართლაც ერთ-ერთი პირველი საფთიაქო ქსელი იყო, რომელიც თბილისში გაიხსნა და მახსოვს დიდი აფთიაქი იყო კოსტავას ქუჩაზე. დღემდე არის ეს აფთიაქი, სადაც სულ დავდიოდი. მაგრამ დღესდღეობით უკვე ისეთი მრავალფეროვანი გახდა, რომ მარტო წამალი და ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთები კი არა, კოსმეტიკის იმხელა სპექტრი აქვს და ისეთი ულამაზესი აფთიაქები გააკეთეს, რომ აი რო შევდივარ, გული მინათდება. ამიტომ ამ გადასარევ ბრენდზე სალაპარაკოთ. დღეს ჩემთან სტუმრად არის კომპანია ავერსი, სწორედ ავერსზე უნდა ვილაპარაკოთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი უმშვენიერესი ლალი ბრეგვაძე, გამარჯობა ლალი. მოგესალმები ნათია. დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და მოხვედი ჩემთან სტუმრად. აი ესეთი ლამაზი. და აბა მადლობა პირიქით მოწვევისთვის, ულამაზესი ხართ. საოცრად ლამაზად გამოიყურებით ყოველთვის და დღეს განსაკუთრებულად. და მე ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და საკმაოდ საინტერესო რჩევებს იძლევით სილამაზესთან დაკავშირებით და მადლობა რომ ამის საშუალება მომეცა. მე დღეს თქვენგან მოვისმენთ ამ რჩევებს, უამრავი კითხვა დავაგროვე ლალიკო და პირველი მოდი ცოტა რამ კომპანია ავერსის შესახებ რომ მოგვიყვეთ. ნამდვილად კომპანია ავერსი სწორად აღნიშნე ნათია, არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საფთიაქო ქსელი, რომელიც 31 წელს ითვლის და ნამდვილად მთელი საქართველოს მასშტაბით 369 აფთიაქს წარმოადგენს, ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელია და საფთიაქო ქსელში წარმოდგენილია როგორც მედიკამენტები, როგორც აღნიშნე, ასევე სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება, ბავშვთა მოვლა, საკვები დანამატები და უამრავი რაც კი ჩვენს ჯანმრთელობას და ჯანმრთელ სილამაზეს სჭირდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ავერსი არის ის ადგილი, სადაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უნდა ვისრუნოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არის ყველაზე ხელმისაწვდომი საფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით და სწორედ აღნიშნე, რომ ყველაზე მართლაც გავიზარდეთ, გავლამაზდით, უფრო დიდი ფორმატის აფთიაქებს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს და შესაბამისად მომხმარებელმაც ეს ძალიან კარგად მიიღო და უკვე ყოველთვიურად ჩვენ საფთიაქო ქსელს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი სტუმრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამდენი ადამიანი გვენდობა და ამდენი ადამიანი უბრალოდ სტუმრობს და მადლობა თითოეულ მომხმარებელს ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველანაირად კარგი პროდუქტი შევთავაზოთ, ყველანაირად ხელმისაწვდომი იყოს პროდუქტები ჩვენ საფთიაქო ქსელში, ასე რომ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ვიყოთ ძალიან კარგები. ლალიკო, ეხა ერთი შეკითხვა გამიჩნდა უცებ. აი ეს მე რო ვახსენე ეს ლამაზი ინტერიერი საფთიაქები რო გაქვს საოცარი ეს რაღაცა ხის მასალით გაფორმებული და ჩვეულებრივ აფთიაქ შორის რა სხვაობაა? ანუ რაღაცა განსხვავებული პროდუქცია გაქვთ ამ იცით, არა, ნათია, იცით რა არის ზოგადად ბოლო პერიოდში ჩვენ ასე ვთქვათ მოდერნიზება გავაკეთეთ ჩვენი საფთიაქო ქსელის და ახალი ფორმატის აფთიაქებს ვხსნი და ყველა აფთიაქი თითქმის რომელიც რემონტდება ეხლა დღეს. უკვე იძენს ამ იერს. უკვე ამ იერს იძენს და ამიტომ უფრო ლამაზები ვართ, უფრო ასე ვთქვათ, კარგად გამოიყურება ჩვენი აფთიაქები, უფრო ფართო, დიდი ფორმატის აფთიაქებია და შესაბამისად პროდუქციაც უფრო ბევრია განთავსებული. კი, მართალია და გაქვთ საოცარი ლუქს კლასის ბრენდები, მე თვითონ მომხმარებელი ვარ თქვენი ქირინესის. ძალიან მომწონს, მართლა საოცარი ბრენდია და ხა მაინტერესებს ლალი, აი, მოდი შენი ცოტა თავის მოვლის რუტინაზე რო გითხრა, აი, შენ რას ხმარობ შენივე საფთიაქო ქსელიდან, რომ ესე გამოიყურებ. იცი რა, ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ გულწრფელად ვარ ავერსის პროდუქტების მომხმარებელი და სახე ნამდვილად, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ხმარობ სხვას არაფერს, ასაკს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ არ არის მაინც და მაინც ისეთი პატარა ასაკის არ ვარ და მიუხედავად იმისა, ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქტები, როგორც არის ჩემი უსაყვარლესი ბრენდი ახავა, რომელიც წარმოდგენილია ნათია შენს წინ და ეს არის ოსმოტერის ხაზი, რომელიც ამ ულამაზეს ბრჭყიალა ჩანთაშია განთავსებული.
ეს ბრენდი არის საოცარი აჰავას ჩემი უსაყვარლესი ბრენდი გახლავთ, რომელიც ჩემი რუტინა იწყება აჰავათი, თუმცა თანმიმდევრობა რო გავაკეთო ასეთი ჩვენი პროდუქტების, ეს არის ტონერი აუცილებლად, რა თქმა უნდა, სახე უნდა დავიბანო და გავიწმინდოთ, რომ ჩვენი კანი დატენიანება თუ მოვლა უფრო ეფექტური იყოს, აუცილებლად სრულ სუფთა და ესეთი კარგად გასუფთავებულ კანზე ტონერი, შემდეგ შრატი აუცილებლად, რომელიც აჰავას შრატი არაჩვეულებრივი ოსმოტერის ზეთოვანი შრატი, ეს არის ჩემი ყველაზე საუკეთესო და ნომერ პირველი პროდუქტი და სხვათა შორის მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სახის მასაჟს და საკუთარი ხელებით ყოველ დილას და ყოველ საღამოს ვიკეთებ მასაჟს. ეს ისწავლე სადმე თუ? აი ასე შემთხვევით ესე ტუტორიალებს რომ უყურებ ასე თქვა და ესე ისე დავსპეცდი ნათია რომ აქეთ შემიძლია ადამიანებს ვასწავლო იმდენად კარგად გამომდის ეს ყველაფერი და სხვათა შორის დავიწყე იდეალურად ლალიკო და რა ვიცი და ნათია მინდა გითხრა რაც ეს მასაჟი დავიწყე საკუთარი ხელით და აი აბსოლუტურად მაქვს განსხვავებულად გამოიყურება ჩემი სახე უფრო ტონუსშია და უფრო კარგად ბრწყინავს, იმიტომ რომ ყოველ დილას აღამოს 5 წუთს უთმობ, სხვას მეც არა ამ პროცედურას და ასე ვთქვათ, ჩემი ოსმოტერის ზეთოვანი შრატით ვიმასაჟებ. დაიტან და შემდეგ იმასაჟებ. ტონერი აუცილებლად, ტონერის მერე შრატი, ეს ზეთოვანი შრატი, ეს აჰავას, რომელსაც აბსოლუტურად ვიკეთებ სახის მასაჟს, სხვადასხვა ყველა მიდამოში, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ვიწყებ გუმკერდის, დეკოლტე აუცილებლად, იმიტომ რომ ეს უნდა გავდევნოთ, ასე ვთქვათ, ეს ლიმფა ჩვენი ეს დაგროვილი და შემდეგ გადავდივარ კისერზე, შემდეგ ყელზე და ეს ავდივარ ესე ხელებით ზემოთ და მთლიანად სახეზე და ბოლოს ვამთავრებ თავის ქალით. ეს არის აუცილებლად ყოველ დილას საღამოს 5-10 წუთი, მეტი არ ჭირდება ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი ჩემი აჰავას დამსახურება. მე რა თქმა უნდა დილას და საღამოს სხვადასხვა საცხები მაქვს, აუცილებლად დილის რუტინა სრულდება მზის დამცავით, იმიტომ რომ სახლიდან არ გამოვდივარ მზის დამცავის გარეშე. ასე რომ ეს არის ჩემი მოვლის რუტინა. და ცალკე თვალის აუცილებლად ეს განსაკუთრებით დილას და საღამოს ორივე პერიოდში აუცილებლად საჭიროა და ბევრს არაფერს არ ვხმარო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ვიტყვი, რომ არის ეს სახის მასაჟი ჩემი აჰავას პროდუქტი. არა, მე გაუგნებული ვარ, იმიტომ რომ ეთერში შემოსვლამდე მე მითხარი შენი ასაკი და მაგასაც არ ველოდი, ანუ არანაირ ინექციებს არ ახმარ სახეს, არც ბიორევიტალიზაცია, არც ფილერი, არც ჩემს ნუ არ. მე ვარ ძალიან შიშარა მსგავსი რაღაცების, დიდისი მე პირიქით მინდა რომ გავიკეთო, მაგრამ ვერ ვიკეთებ, იმიტომ რომ შიში მაქვს, ეს აი როგორც კი ვხედავ, რომ შპრიცი ერთხელ ვიყავი, სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ აი ღრმა დატენიანება გამეკეთებინო და იმდენად შემეშინდა, რომ ვერ შევწელი სამწუხაროდ და ამიტომ მივმართე ესეთ ბუნებრივ მეთოდებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ გინდა არ გინდა ასაკი გემატება, გინდა არ გინდა ეს ტურგორი სახე იცვლება, ჩამოდის და რაღაცნაირად მოვიფიქრე და მთავარი იცით რა არის ნათი არ დაგვეზაროს და ეს იყოს ყოველ დღე და სისტემატური ხასიათი ქონდეს ამ ყველაფერს. აი თუნდაც ერთ დღეს აი არის ხოლმე რომ ძალიან დაღლილი ვარ და საღამოს აი რაღაცა არ გამიკეთებია, მხოლოდ წამისვია კრემი და რა თქმა უნდა და დამზარებია ეგრეთ წოდებულად და მეორე დღეს უკვე სახე ეგრევე იტყობს ამ ყველაფერს, რომ ეს სახე ისეთი არ არის, როგორც თქვა ვარჯიშის და მასაჟის დროს. უნდა მოგებარო მასაჟზე, აუცილებლად უნდა მასწავლო რა. არ ჭირდება და არჩეულებრივად გამოიყურება. ესე იგი, ეს აჰავა, შენ აჰავას მომხმარებელი ყოფილხარ, მოდი აქ კიდევ ბრენდები წარმოგვიდგინე, ცოტა რამ სააფთიაქო ქსელში ავერსის უამრავი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებია, როგორც ფრანგული, ესპანური, შვეიცარიული, სამხრეთ კორეული, უამრავი ჩვენ აქ ყველაფერს ვერ მოვიტანეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა ნაწილი მოვიტანეთ თვითონ, ასე ვთქვათ, ბრენდებიდან და ჩვენ სხვათა შორის ავერსი არის ერთ-ერთი ქსელი, რომელსაც ყველაზე ფართოდ აქვს წარმოდგენილი დერმატოლოგიური ბრენდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ ზოგადად შეიცვალა ნათია დამოკიდებულება სხვათა შორის და
იგივე სახის მოვლის საშუალებებს ჩვენი მომხმარებლები ყიდულობენ უკვე საფთიაქო ქსელში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაახვედრო შენს მომხმარებელს საჭიროებიდან გამომდინარე პროდუქცია და ამიტომ ავერსი არის ის საფთიაქო ქსელი, რომელიც ფართოდ ასორტიმენტს თავაზობს ამ მიმართულებით. დერმატოლოგიურ ბრენდები და განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ნორევა, რომელიც არის საოცარი ბრენდი, ასევე მინდა გამოვყო დერმედიკი, სასწაული ბრენდი გახლავთ და დეკლარი ეს საოცარი ბრენდი გახლავთ. ეს სხვათა შორის სამოგზაურო ეხლა სპეციალურად წამოვიღე, იმიტომ რომ მოგზაურობა და ზაფხულის პერიოდში ყველაზე ისე კომპაქტური საშუალება, მხოლოდ ეს საკმარისი იქნება თქვენი მოგზაურობისთვის და ასევე ცენტელა, რომელიც წამოვიღე, რომელიც არის სამხრეთ კორეული ბრენდი, სკინ 1004, ესე მეორე სახელწოდებაც აქვს და აკოჯე, რომელიც ჩემი საყვარელი ბრენდიც არის. აკოჯეზე რაღაც საოცრებებს ყვებიან. ნამდვილად საოცრებებს ყვებიან და ნამდვილად ასეთი პროდუქტია, იმიტომ რომ მე პირადად ვარ მომხმარებელი აკოჯეს BB კრემის, რომელიც სპეციალურად აკოჯემს შექმნა ავერსის მომხმარებლებისთვის. რასა? იმიტომ რომ ზოგადად სამხრეთ კორეული ქალბატონები რაღაცა განსაკუთრებულად ღია ფერის ქალბატონები არიან, ხო? და სპეციალურად ჩვენთვის ქართველი მომხმარებლებისთვის ცოტა ისეთი შეფერილობა მისცა. აკოჯემ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დასაფასებელია თვითონ ბრენდისგან, რომ იმდენად ჩვენ ვართ მათთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის დაამზადა საცხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, მადლობა მინდა თვითონ აკოჯეს უთხრა, იმიტომ რომ და პირადად მე როგორც კი შემოვიდა ეს აკოჯეს BB კრემი, მის გარდა არაფერი აღარ მიხმარია, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი დაფარვა აქვს, არაჩვეულებრივ ველფერს და ბზინვარებას და ბრწყინვალებას აძლევს კანს და აკოჯეს რო წაისმევ, აი აბსოლუტურად სახე გაქვს სხვანაირად ამუნათებული, სხვანაირად გაბრწყინებული, ერთგვაროვანი და არც ესე იგი ზოგადად მის დროს აი რაღაცნაირად ხო სახეზე ჯდება ეს. რა თქმა უნდა, იმიტომაც ახმარობ მე ტონალურს, იმიტომ რომ ყველანაირი ასაკობრივი ნაოჭი მე გეტყობა სამწუხაროდ და ეს აკოჯეს BB კრემი არის საოცრება, ნამდვილად აი თამამად და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი ეფექტი აქვს ჩვენს აკოჯეს ბრენდს. აუცილებლად შევიძენ, აუცილებლად. არა, მართლა არაჩვეულებრივია და მე მომხმარებელს აი თამამად ეს არ არის რეკლამა, ეს არ არის, იმიტომ რომ მართლაც სასწაული ბრენდი გახლავთ. აი საოცარი ზოგადად აკოჯეს აქვს ყველა ტიპის კანისთვის მოვლის საშუალებები, არა მარტო BB კრემი და CC კრემი, არამედ ყველა მიმართულებით, როგორც ფშალი, ასევე ცხიმიანი, ყველანაირი, ასევე ცენტელას, რომელიც წარმოდგენილია ყველა მიმართულებით, ზოგადად სამხრეთ კორეული ბრენდები ჩვენ ძალიან ბევრი სიახლეები გვაქვს, ახალი და ახალი შემოტანილი და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო სამხრეთ კორეულ ბრენდზე საუბრობდით და სულ ახალი შემოტანილი გვაქვს ეს ჩემი უსაყვარლესი ეს ტირტირის რომელიც რომ მოვდიოდი აქ უშონი, რომელიც ესეთი პოპულარულია ეხლა და აფეთქებულია სოციქსელები. სოციქსელები და ავერსის საფთიაქო ქსელში ყველაზე ხელმისაწვდომი და ესე იგი საოცარი მით არის წარმოდგენილი ჩვენთან. ყველაზე კარგი ფასი აქვს ამ ტირტირის პოპულარულ კუშონს ავერსის საფთიაქო ქსელებში. კი, ნამდვილად ასია. ასევე სხვათა შორის ჩემს ეხლა რომ მოვდიოდი უბრალოდ გადავამოწმერ და ეს არის ბაბეს საოცარი ტუჩსაცხი, რომელიც არა მხოლოდ ტუჩსაცხის ფუნქცია აქვს მას, ეს არის ტუჩზეც, ყვრიმალებზეც და თვალის ირგვლივაც შესაბამისი სხვადასხვა ფერის არის და ეს არის ზოგადად ბაბე არის პროდუქტი სამი ერთში. ნამდვილად და ეს არის ბაბე, რომელიც მე ასე დავარქვი ამ პროდუქტს, შეეხედა შეიყვარე. აი საოცარი ბრენდია ნამდვილად. ეს არის სამხრეთ ზოგადად ესპანური ბრენდი, რომელიც 0 ასაკიდან გვთავაზობს პროდუქციას, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და დერმატოლოგიური ბრენდები გაქვთ, ანტი-ეიჯ მიმართულება აქვს, დეპიგმენტ ხაზი აქვს და მოკლედ ფართო ასორტიმენტი აქვს ბაბეს. ასე რომ უბრალოდ ძალიან ბევრი პროდუქტი აქვს და ყველაფერს ჩვენ აქ ვერ მოვიტანდით და მართლაც საოცარი პროდუქტები გვაქვს ჩვენ საფთიაქო ქსელში და მე არ შემიძლია გამოვტოვო ბავშვები, ჩვენი უსაყვარლესი პატარები, რომელიც ჩიკოს ბრენდი თუ გვისმენენ დედიკოები, იციან არაჩვეულებრივად რომ ჩიკოს ბრენდი ჩვენ ვართ
ოფიციალური დისტრიბუტორი ჩიკოს ბრენდის და ჩვენ გვაქვს ორი უზარმაზარი შოურუმი ჩიკოს ბრენდი, რომელიც ქარვასლაშია და East Point-ის ტერიტორიაზე განთავსებული, ასე რომ ანუ ეს ჩიკოს ცალკე მაღაზია, რომელიც ბავშვებისთვის როგორც მოვლის საშუალებებს, ასევე ყველანაირ პროდუქტს თავაზობს, ასე რომ ჩიკო არის იტალიური ბრენდი, ძალიან მაღალი ხარისხის, ასე რომ ჩემი შვილიშვილები საყვარელი ბრენდიც გახლავთ ჩიკოს ბრენდი. ასე რომ ყველაფერი გვაქვს ავერსის აფთიაქო ქსელში. ლალიკო ძალიან კარგი მეიქაპ პროდუქცია გაქვთ, ესე ვთქვათ, მაგასაც ცოტა მაგასაც შევეხოთ, კი, იმიტომ რომ ეს დემოკრატიული ბრენდი ეს მესაუდა მართლა ძალიან კარგია. წარმოდგენილი ვარ დღეს. კი, მეც მინდა გითხრა რომ მესაუდას ბლაშიც მაქვს და ჰაილაითერიც და ძალიან მომწონს პირადად, ეხაც მისვია. გადასარევი. ხო და აი მოდი ამ მეიქაპ ბრენდებსაც ცოტა შევეხოთ რა ბრენდები გაქვთ. სხვათა შორის არაჩვეულებრივად ახსენე ნათია, მესაუდა ეს არის იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც სხვათა შორის ბოლო პერიოდში დაიწყო საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად და ყველაზე ესეთი ხარისხი და ფასი აბსოლუტურად აი მე ვამბობ რომ რატო ღირს მესაუდა ესეთი იაფი, აი ესეთი მართლა საოცარი ბრენდია. განსაკუთრებით ფასდაკლებაზე არ ვიცი, ამიტომ სტენციღიდი. ნამდვილად ასეა ნათია და აი მე ვბრაზობ ხოლმე რომ რატო გვაქვს ასეთი არ უნდა გავყიდოთ ასე იაფად, იმიტომ რომ მართლა საოცარი ბრენდი გახლავთ. გრადი, მაღალი ხარისხის და აი მსგავსი ტიპის ხარისხობრივად რომ შევადაროთ, იმხელა ფასებია თუნდაც საქართველოს ბაზარზე უბრალოდ არ დავასახელებ, ხო? რომ აი საოცარი ბრენდია ეს მესაუდა და სხვათა შორის ბოლო პერიოდში მესაუდამ დაიწყო სახის მოვლის საშუალებების არა მარტო დეკორატიული კოსმეტიკა, ასე რომ საოცარი პროდუქტია მესაუდა და მე აბსოლუტურად ჩემს კოსმეტიკურ ჩანთაში მხოლოდ მესაუდას პროდუქტებია განთავსებული. მე ნელ-ნელა ვიზაჟისტი მყავდა, მე აქ სტუმრად ძალიან კარგი და მან მოიტანა მესაუდას პროდუქცია და იმდენად მომეწონა ბლაში, რომ ვკითხე და ნომერსაც გადავუღე და წავედი და ვიყიდე. ხო თორე არ ვიცოდი მე ეს ბრენდი. მე რა სამწუხაროა რომ არ იცოდი. ხო, აი ეს. არა, მართლაც არაჩვეულებრივი პროდუქტი, ბლაში, თვალის ყველაფერი აბსოლუტურად და ფუნჯები საოცარი ხარისხის ფუნჯები აქვს მესაუდას. ფუნჯებიც აქვს. აი, ეხა იმდენი რამე გავიგერო, ნუ არ ვიცი რა. ამიტომ ხშირად უნდა მოხვიდეს სტუმრად, რომ აი ესეთი ამომწურავი ინფორმაცია შესთავაზო ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. მოდი ცოტა ეხა რახან ზაფხულია და რუჯის სეზონი დაგვიდგა, ვიცი რომ ავერს ძალიან დიდი არჩევანი აქვს დამცავი და გასარუჯი საშუალებების და მოდი ცოტა მომიყევი აი რა ბრენდებია და აი ვთქვათ აი უფრო აი როგორ შევარჩიოთ ახალგაზრდებს სხვანაირი მაინც სახის დამცავი უნდათ მოწიფულ ასაკში ხა პიგმენტური ლაქებისკენ მიდრეკილება ცოტა სხვანაირი უნდა იცი რა არის ნათია ყველა ასაკს უნდა დავიცვათ კანი ანუ შენაბუქრო უსაფრთხო რუჯი არ არსებობს არა მე არა ვარ მიუხედავად იმისა მე ძალიან მიყვარს რუჯი აი უზრუნველყოფ მიყვარს ძალიან მაგრამ სხვათა შორის ბოლო პერიოდი აი ბოლო 3 წელია ეს იგი ვისწავლე საკუთარი თავის იმიტომ რომ აბერებს რუჯი, გინდა არ გინდა და ყოველი რუჯის მერე გრძნობდი რომ აი აქ ნაოჭი მემატებოდა, რომ გადავიდოდა ეს რუჯი, გრძნობდი რომ უფრო მომემატა და რაღაცა აღარ მომწონს ეს ნაოჭები, მით უმეტეს როცა ვერ ვიკეთებ ამ რაღაც ჩარევებს, ამიტომ ვცდილობ რომ მაქსიმალურად სახისკანი დავიცვა და უსაფრთხო რუჯი არ არსებობს, ნათია, გამორიცხულია. ჩვენ გვაქვს ზეცოუ არაჩვეულებრივი ბრენდი, იტალიური ზეცოუს ბრენდი, რომელიც უსაფრთხო რუჯს აბსოლუტურად ბუნებრივ ელფერს ძენს და სულ არ გჭირდებათ მზის ავტორუჯი, რომელიც მართლა საოცარი პროდუქტი გახლავთ და მე ძალიან ხშირად აქტიურად ვიყენებ ხოლმე, როდესაც მჭირდება ბუნებრივი და ისეთი სწორი რუჯი, იმიტომ რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც არ აჭრელებს კანს, ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო სახეზე იყენებ ლალიკო თუ სხეულზე? თელს სხეულზე. თუმცა რაც შეეხება
დამცავის გარდა რომ აუცილებლად უნდა დავიცვათ კანი, ასევე გვაქვს უამრავი, აი თუნდაც ბაბერო ვახსენე, ნორევას ბრენდი, რომელსაც უამრავი დამცავის საშუალებები აქვს და ძალიან ბევრი პროდუქტები, თუმცა გვაქვს ასევე მალიბუ, რომელიც არის აი ეს მალიბუ ზეთები, საოცარი, ზოგიერთი მარტო გასარუჯია, კარაქიც და ისიც USPF-ია და სასწაულ ფერს გადებს, სასწაულ ფერს კი. სხვათა შორის მე ვარ ადამიანი, რომელიც საოცარ რუცს იღებს. მალიბუ არის ბრენდი, რომელიც მართლა საოცარი და წეხან ვამბობდი, რომ საოცარ რუცს ვიღებ ზოგადად და აი როდესაც შემოვიდა ჩვენ საფთიაქო ქსელში, რაღაცა ისე უყურებდი მალიბუ, მეხა რანაირად უნდა მიმაღებინოს განსხვავებული რუჯი, ისედაც კარგ რუცს ვიღებ თქო და აი მალიბუს კარაქის ესეთი კილაში როა, ესეთი მალიბუს კარაქის წასმის შემდეგ აბსოლუტურად შოკოლადის ფერი ვიყავი ნათი. აი საოცარი რუჯი მივიღე და მართლაც საოცარი პროდუქტია. საოცარი და ეგეც მინდა კითხო ლალიკო ამ გასარუჯ საშუალებებს მე ვიცი რომ ჯერ უნდა წავისვათ დამცავი და მერე უნდა წავისვათ ეს გასარუჯი ხო ანუ მარტო გასარუჯი აუცილებლად კარგად უნდა გავისუფთავოთ კანი აუცილებლად ყოველი მზესთან კონტაქტის დროს აუცილებლად სხეული უნდა იყოს კარგად გასუფთავებული. უნდა იყოს კარგად დატენიანებული ჩვენი სხეული და შემდეგ აუცილებლად უნდა წავისვათ დამცავის საშუალება. ისე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდეთ მზეზე. არავითარ შემთხვევაში. შემდეგ აუცილებლად თუ გვინდა და რუჯის მიღება ყოველ მიზეს გარეშე 11 საათამდე. 11 საათამდე იმის იქეთ აღარ უნდა ვიყოთ მზეზე, იმიტომ რომ უკვე არის მავნე ეს ჩვენი და ჩვენი ზაფხულის სლოგანი არის მზე არისვენებს და ასე რომ მზე არისვენებს ნამდვილად და აუცილებლად მზის დამცავები უნდა გამოვიყენოთ ყოველი მზესთან კონტაქტის დროს. კი ბატონო, მართალია შეგულებების და ზასვენებების ცოტა გავიუჯებით, გადავისვათ მალიბუს კარაქი. აუცილებლად საოცარი მალიბუს კარაქი მართლა სასწაული. ზოგადად ჯერ ტექსტურა აქვს ისეთი რომ ისე ატენიანებს, ისეთ ხავერდოვანს ქმნის კანს, რომ აი საოცარი და მე მithumedes მე ზინვარებას როს წეს. აბა რა, განსაკუთრებით მშრალ კანს. კი. საოცარი პროდუქტები გვაქვს ნამდვილად და კიდევ ერთხელ ვამბობ და კიდევ ერთხელ განმეორდები, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ხელმისაწვდომია ეს ჩვენი პროდუქტები და ეს მზის დამცავი იქნება, რუჯის მისაღები იქნება, სახის მოვლის საშუალებები იქნება, ბავშვთა პროდუქტები, ბავშვთა მოვლა, ბავშვთა კვება, ნებისმიერი პროდუქტი, მედიკამენტებიც ჩვენ მოგეხსენებათ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვაქვს განსაკუთრებული ხელმისაწვდომი ასევე საპენსიო ასაკის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებები გვაქვს, ასევე მტრედი ბარათის მფლობელებისთვის კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება, ასე რომ სრული სერვისი გვაქვს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად ჩვენი პროდუქტები. ასევე ავერსის საფთიაქო ქსელში მოგეხსენებათ არის სწრაფი გადახდის აპარატი, რომელიც დარბაზში არსებულ პროდუქციას იძენს სწრაფად, მარტივად და ურიგოთ. ასევე არის ბავშვთა სივრცე დედიკოები, რომლებიც მოდიან ავერსის საფთიაქო ქსელში, ბავშვთა სივრცეში განათავსებენ, ასე ვთქვათ, ბავშვებს და დედას შეუძლიათ ამამა და არჩიოს თავისუფლად. და ასევე გვაქვს ცინცაძის პირველ ნომერში ავერსის რობოტი, საფთიაქო რობოტს უწოდებთ, რომელიც თვითონ აგროვებს მედიკამენტებს ერთი ხელის დაკლიკვით და სწრაფად და მარტივად ერთ სივრცეში, ერთ ყუთში აგროვებს მედიკამენტებს, ასე რომ ეს რობოტი გემსახურება. თვითონ გემსახურება, ანუ ზოგავს როგორც ფარმაცევტის დროს, ასევე მომხმარებლის დროს ერთი ხელის დაჭერით ხდება მედიკამენტის შეგროვება. ნუ არ ვიცი ლალიკო, აღფრთოვანებული ვარ და აი ისეთი რაღაცები მოვისმინე, რომ ნუ არ ვიცი, მე გული მწყდება, ნათი რომ რაღაცები არ იცოდი შე. აბა, არა უშავს, აგერა, ხო ხედავ, ჩემო მსმენელო და მაყურებელო, ესე იგი აუცილებლად უნდა მივაკითხოთ ავერსის საფთიაქო ქსელს და აი არ ვიცი, იმდენი სიურპრიზი დაგხვდება, აგერ რობოტიც ყოფილა და ნუ რა ვიცი რა. ნამდვილად გვაქვს ზოგადად ავერსი არის ინოვაციური თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ავერსის საფთიაქო ქსელში პირველებმა დავნერგეთ სწრაფი გადახდის აპარატი, გვემსახურება რობოტი გარდა ამისა გვაქვს რობოტი დიასახლისი, რომელიც ალაგებს
ჩვენს აფთიაქებს და დიასახლისი, ასე ვთქვათ, აღარ უწევთ დამატებით დალაგება, ასე რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენთან შემოსული მომხმარებელი იყოს მადლიერი, კმაყოფილი და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიიღოს ეს პროდუქცია. და კვლავ დაგიბრუნდეთ. აუცილებლად. უღრმესი მადლობა ლალიკო, ესეთი საინტერესო ინფორმაციისთვის, ესეთი საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის, რომ აი ესე გამოიყუროთ ესეთი ლამაზი. უღრმესი მადლობა ნათია თქვენს რადიოს მოწვევისთვის და პირიქით თქვენ ამ შესაძლებლობისთვის და ნამდვილად მე ჩვენს მაყურებელს მსმენელს ვუსურებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და უყურონ ნათიას არაჩვეულები რო რჩევებს. საოცარი ქალბატონია ნამდვილად და მართლაც სიამოვნებაა თქვენთან საუბარი და თქვენთან ურთიერთობა. მადლობა პირიქით. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.